თითქოს არაფერია იქ, არც ხმა, არც მოძრაობა. მაგრამ კატა ერთ წერტილს აკვირდება შეჩერებული სუნთქვით. რატომ? ეს ქცევა ზოგჯერ ადამიანებში შფოთვას იწვევს. ჩვენ გუგონია, რომ კატა ხედავს იმას, რაც ჩვენთვის უხილავია. და ნაწილობრივ მართალიც ვართ. კატებს აქვთ უნარი დაინახონ მიკროსკოპული მოძრაობები და გაიგონ სიხშირეები, რაც ადამიანისთვის მიუწვდომელია. მათ შეუძლიათ დაიჭირონ ღრმულებში გამძვრალი მწერი, ჭერზე მორბენალი წერტილი ან მოწყობილობის ელექტრონული ზუზუნი, ის, რაც ჩვენ ვერ გვესმის. ამიტომ, როცა კატა ცარიელ კედელს უყურებს, ხშირად სინამდვილეში ისხედავს ან ისმენს რაღაცას, რასაც შენ ვერ აღიქვამ. ბევრ კულტურაში კატებს მიაწერენ ზებუნებრივ შესაძლებლობებს. ძველ ეგვიპტეში ისინი წმინდა ცხოველები იყვნენ, რომლებიც განდევნიდნენ ცუდ ენერგიას. საქართველოშიც კი იყო რწმენა, რომ კატას შეუძლია დაინახოს არამიწიერი არსებები. თუ კატა ერთ წერტილში გაშტერებით იყურებოდა, ხალხი ამბობდა, რომ იქ სულიან მოჩვენება იმალებოდა. ზოგი ფიქრობს, რომ კატები მოქმედებენ როგორც შუალედური არსებები ჩვენსა და სხვა განზომილებას შორის, ისინი ხედავენ იმას, რასაც ჩვენ თვალით ვერ ვხედავთ. ზოგჯერ კედლის ყურება მხოლოდ დაფიქრების ჟესტია. კატებს უყვართ კონცენტრირება, ისინი დამშვიდებისათვის იყურებიან ერთ წერტილში. ეს შეიძლება იყოს მოლოდინიც, იმედი, რომ რაიმე გამოჩნდება. მაგრამ სანამ ამოხსნით კატის საიდუმლო, ჩვენც ვაგრძელებთ მათ დაკვირვებას. და გულის სიღრმეში. გვინდა დავიჯეროთ, რომ იქ რაღაც ზებუნებრივი მიზეზია. არა, კატა არ გაგიჟდა და არც შენ. ის უბრალოდ რეაგირებს იმ სამყაროზე, რომელიც შენთვის უცნობია. ასე რომ, როცა შენი კატა უყურებს კედელს, შეხედე შენც. იქნებ პირველად შენს შენიშნო რაღაც უცნაური. თუ მოგწონს ჩვენი ვიდეო რგოლები, გაუზიარე ისინი მეგობრებს. ასევე გამოიწერე ჩვენი არხი, რომ არ გამოტოვო ახალი ვიდეოების გამოსვლა.